მოდით შევისწავლოთ ღვთის სიტყვა ქადაგებით, სახელწოდებით ზეცის და მსოფლიოს მომავალი. ყველაზე გავლენიანი ლიდერების სპეციალური შეკრება გაიმართა. მათი მთავარი თემა მომავალი იყო. რა მოუვა ამ სამყაროს? სადამდე წავა ტექნოლოგია? როგორ შეიცვლება ცხოვრება? ამგვარად ისინი მომავალზე საუბრობდნენ. ამის მოსმენის შემდეგ გავიფიქრე, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ყველა არ გაინტერესებთ. ჩვენს ყოველდღიურობაშიც 10 წლის წინანდელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა. წარსულში პოპულარული პროფესიები ახლა ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლებიან. ხელოვნური ინტელექტის AI შემოსვლით კაცობრიობის მომავალი უფრო იზღუდება. დღეს რომელი ოპერაცია მიგაჩნიათ ძვირი, ადამიანის AI-ს თუ მანქანის მიერ ჩატარებული? აპარატებით ჩატარებული ოპერაცია გაცილებით სუსტია. ხელოვნური ინტელექტის ქირურგია ცნობილია, როგორც უაღრესად პერსპექტიული მეთოდი. თუმცა ის ჯერ ფართოდ არ არის მიღებული. ადამიანებმა უკან დახევა დაიწყეს. ხელოვნურმა ინტელექტმა ადრეც ითამაშა Go ადამიანის წინააღმდეგ, არა? ეს ფართოდ გაშუქდა სიახლეებში. ვარაუდობდნენ, რომ ადამიანი გაიმარჯვებდა, მაგრამ მან ყველა თამაში წააგო ერთის გარდა. მას შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენს ცხოვრებაში. ხელოვნური ინტელექტი ექსპერტების კოდირებისა და ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს, ამიტომ სილიკონის ველსა და სხვაგან ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. მარტივად, როგორ გვცვლიან მანქანები? ისინი ახლა ყველაფერს ითავსებენ. ისინი მუდმივად აჩვენებენ ასეთ მომავალს. ამგვარად უნდა დავფიქრდეთ, რატომ ამბობს ღმერთი, ნუ იქნებით ასე მიჯაჭვული მიწიერ საგნებზე. სამედიცინო პროფესიონალებმა უკვე დაიწყეს ჩამორჩენა. რაც შეეხება ჯარს, წარსულში სამხედრო უპირატესობას ჯარისკაცების რაოდენობით საზღვრავდნენ. დღეს კი რობოტი, ძაღლები და სხვა რობოტები ადამიანებს არ ანაცვლებენ. დღეს აქ ხელოვნურ ინტელექტზე სალექციოდ არ ვარ. თუმცა კაცობრიობის მომავალს რომ ჩაუყურებ, მაფიქრდება, რამდენი დრო დარჩა იმ ეპოქამდე, როცა კაცობრიობა საჭირო აღარ იქნება. ხანდაზმულები შვილებთან ერთად არ ცხოვრობენ, რადგან არ სურთ თვირთად დააწვნენ. მარტო მცხოვრები ხანდაზმულების რიცხვი იზრდება. კარგი იქნებოდა, შვილები ხშირად რომ სტუმრობდნენ მათ მოსავლელად, მაგრამ მათაც უჭირთ. შედეგად, მთავრობა დამხმარეებს აგზავნის, მაგრამ ეს ახლა იცვლება, არა?
იაპონიაში ყველაფერს რობოტები ანაცვლებენ. რობოტებს ესაუბრებიან. ხელოვნურ ინტელექტს რომ უთხრათ, ამბავი მომიყევი არ დაეზარება. ის ყოველჯერზე მოგიყვებათ ამბავს. მაგრამ ადამიანს რომ სთხოვოთ, გეტყვით, რატომ მაწუხებ? არ მოსწონთ. საზოგადოება ამ მომავლისკენ მიდის. ჯარისკაცებსაც კი რობოტებით ანაცვლებენ. ხელოვნური ინტელექტი საავადმყოფოებში უკვე ქირურგიულ ოპერაციებსაც კი ასრულებს. ადამიანები უკვე აღარ არიან ისე საჭირო. მანქანებს თითქმის ადამიანი აღარ აწყობს. მუშები აპროტესტებენ. ითხოვენ მაღალ ხელფასს და მეტ დასვენების დღეს. მანქანა კი შეძენის შემდეგ დაუღალავად მუშაობს 24 საათი დღეში, 365 დღე წელიწადში. მაშ, რას ფიქრობენ დამსაქმებლები? მუშაკებს დაიქირავებენ, თუ ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტებს დაეყრდნობიან. საზოგადოება ამ მიმართულებით მიდის. ზოგი იფიქრებს, განა ხალხი კომფორტულად არ იცხოვრებს, რადგან მუშაობა არ მოუწევს? პირიქით, ხალხი სამსახურს დაკარგავს. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ამბობენ, კაცობრიობის ოქროს ხანა დედამიწაზე სიცოცხლის დრო იწურება. თუმცა ამით პესიმისტური ცხოვრებისკენ არ მოგიწოდებთ. მაშ, ვინ არიან დღეს ყველაზე ბედნიერები? როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ? ერთხელ ეს ვთხოვე, შექმენი ციდან ჩამომავალი, კვადრატული ახალი იერუსალიმის ანიმაცია და მის შექმნას 5 წუთზე ნაკლები დასჭირდა. სპეციალისტებს ვკითხე, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ეს გარეშე, მათ მიპასუხეს, რამდენიმე კვირა. რასაც 5 წუთში აკეთებს, ადამიანს კვირები სჭირდება. ასევე ეს ვთხოვე, დედის მსხვერპლზე ლექსი დაეწერა. ისეთი გულისამაჩუყებელი იყო, რომ ავტირდი. პოეზია მიყვარს და დედაზე ბევრი ლექსი წამიკითხავს, მაგრამ ასეთი შემძვრელი ლექსი არასდროს წამიკითხავს. ხელოვნური ინტელექტი ლექსს წამზე ნაკლებ დროში წერს. თუ ვთხოვ, ღონისძიებისთვის სიტყვა დამიწერე. ის მყისვე შექმნის მას და ის ბევრად სჯობს იმას, რასაც მე დღეების განმავლობაში ვწერ. აბა, ვინ დაიქირავებს ადამიანს? ლექსებს კარგად წერს. შესანიშნავად ქმნის სიმღერის ტექსტებსა და მუსიკას. ხალხო, ჩვენ ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს მაფიქრებინებს, რომ ამის მომხმარებლები ახალ სამყაროში ცხოვრობენ. მაინტერესებს, რამდენ ხანს გასტანს კაცობრიობის ოქროს ხანა. ზოგი 10 წელს ამბობს, ზოგი 20, მაგრამ კაცობრიობის მომავალზე საუბრები უმეტესად უშედეგოა. თუმცა რაც არ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი, შეძლებს ცათა სასუფევლის აღწერას, ან ზეციური ჩანაცვლებას. მიწიერი შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს, მაგრამ ზეციური არასდროს. ამიტომ ყველაზე ბრძენი ისინი არიან, ვინც ცათა სასუფევლისთვის ემზადებიან. დაუშვათ, რომ ადამიანი 10 წელია ინგლისურს სწავლობს.
თუმცა თუ სმარტფონს ეთქვით რა ღირს, ის მყისვე გითარგმნით ინგლისურად. თქვენ ინგლისურს გულმოდგინედ სწავლობდით, რომ ძლივს გესწავლათ how much is it. ხელოვნური ინტელექტი კი მაშინვე თარგმნის. მხოლოდ ინგლისურად თარგმნის, ესპანურად ითარგმნება, პორტუგალიურად ითარგმნება. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ათობით ენაზე თარგმნა ერთდროულად შეიძლება. შესაბამისად, რა მოუვათ ინგლისური ენის აკადემიებს? ისინი დაიხურებიან. განაკაცობრიობის მომავალი უფრო რთული არ ხდება. მომავალში ალბათ არც მასწავლებელი და არც სკოლა იქნება საჭირო. ეს ჩემი აზრი არ არის. ასე უყურებს მსოფლიო მომავალს. რადგან ხელოვნური ინტელექტი სკოლაზე ბევრად დეტალურ ინფორმაციას გაწვდით. თუ ხელოვნურ ინტელექტს გითხავთ, რა არის ტრაფალგარის ბრძოლა, ის დაუყოვნებლივ გიპასუხებთ. როცა გითხავთ, მომიყევით ადმირალი სუნსინზე, ის მყისიერად გიპასუხებთ ყველაფერზე, დაბადებიდან მიღწევებამდე და მეფე სონჯოს მეფობის მოვლენებამდე. კვლავ ეძიებენ მოსწავლეები მასწავლებლებს. ასეთია ამ დედამიწის მომავალი. მაგრამ როგორია ჩვენი მომავალი ცათასასუფევლისკენ სვლისას? დღეს ადამიანებს მომხიბვლელი სამსახურები აქვთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გამო ყველაფერს დაკარგავენ. და ჩვენ? რაც შეეხება ჩვენს მომავალს, როცა ბიბლიაში ჩავიხედავთ, ღმერთმა ჭეშმარიტად ყოველივე მოუმზადა თავის საყვარელ შვილებს. ვაცნობიერებთ, ჩვენი ღმერთი წინასწარ განჩვრეთს დასასრულს. მამამ და დედამ ეს სწავლებები მოგცეს, რათა უფრო ბედნიერ სამყაროში შევეყვანეთ. ეს მხოლოდ სოციალურ ფენომენად არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ ვიფიქროთ, ეს ამ დედამიწაზე მცხოვრებთა მომავალია. მაშინ რა მომავალი ელით მათ, ვინც ცათასასუფეველს შეჰყურებს? ამაზე უნდა დავფიქრდეთ. რატომ დაუშვა ღმერთმა ისრაელიანთათვის მრავალი განსაცდელი უდაბნოში? მათ საკურთხებლად. განა ასე არ წერია ბიბლიაში. რადგან ღმერთმა დღევანდელი ცხოვრება იმისთვის მოგცა, რომ მომავალი გაგვიბედნიეროს და მარადიულ დიდებამდე. მიგვიყვანოს, ნუ შევხედავთ მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლისკენ ხედვით გულმოდგინედ ვისწრაფოთ. მოდით, გადავხედოთ ესაია 46:10 მუხლი. ესაია 46:10 მუხლი ღმერთი ამბობს. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს. მან დასაბამიდან აუწყა დასასრული. რადგან ღმერთმა ყველაფერი იცის, ის ამბობს, სხვა გზას ნუ დაადგებით, არამედ მიჰყევით იმ გზას, რომელსაც გიბრძანებთ. ღმერთი არ ცდილობს მორჩილება გვაიძულოს. პირიქით, ის გვიჩვენებს გზას ჩვენი ნათელი მომავლის საკურთხებლად. თუმცა ხალხი ფიქრობს, უნდა ვიცხოვრო ღვთის სიტყვისამებრ. ნუ თუ ცხოვრება მეტისმეტად მკაცრი არ გახდება. როცა ღვთის სიტყვას გააზრების გარეშე კითხულობენ, შეცდომით ჰგონიათ, რომ ის სულდავთ მათ სასურველის კეთებაში. დასაბამიდან ღმერთს სურდა უბედნიერესი ცხოვრება მოეცა. ღმერთს სურდა ყოველივე უმშვენიერესი მოეცა. სწორედ ამიტომ მიგვიწვის ღმერთი ახალი აღთქმის გზაზე.
ამიტომ მადლით უნდა მივხვეთ ამ გზას და დავიმკვიდროთ ზეცის მარადიული დიდება. რა მოხდება, თუ ისეთ ეპოქაში შევალთ, სადაც ხელოვნური ინტელექტი ქადაგებს? ამიტომ ახლა ოქროს დროა, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ ღვთის სახარება. თუ ეს დრო გავა, ყველა ეს როლი მანქანებს გადაეცემა და არა ადამიანებს. სანამ ეს მოხდება, გთხოვთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი როლი და შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ ვნახოთ 10 მუხლი. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ. ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნებასურველს აღვასრულებ. ღმერთმა მოამზადა ყველაფერი ამ დედამიწაზე თავისი ნების აღსასრულებლად. წარსულში რომანებს ადამიანები წერდნენ, მაგრამ დღეს ხელოვნური ინტელექტის რომანები პოპულარულია. ხელოვნური ინტელექტი ითავსებს ადამიანების საქმეებს. ცოტა ხნის წინ გახმაურდა ამბავი გამოცდაზე, სადაც პასუხები ხელოვნური ინტელექტით დაწერეს. როცა ხელოვნური ინტელექტი ტესტს აბარებს, მაქსიმალურ ქულას იღებს. რადგან მასში მთელი ცოდნაა თავმოყრილი, ეს ბუნებრივია. ამ საკითხების შემხედვარე, ფიქრობთ, როგორი მომავალი ექნებათ მათ, ვინც მხოლოდ ამ ქვეყნიურს ეძებს და მათ, ვინც სასუფეველს ნატრობს. დღეს აქ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუქტორად არ ვარ, მაგრამ ეს ჩვენი დროის რეალობაა. ცოდნა ჭარბობს. რადგან კაცობრიობის მთელი ცოდნა კომპიუტერებშია და ხელოვნური ინტელექტით ხელმისაწვდომია. წარსულში ცოდნა მასწავლებლების მეშვეობით გადაეცემოდა. თუმცა ეს ასე აღარ არის. ახლა კი ლექციებისას სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს ვრთავენ, ამოწმებენ და ამბობენ. პროფესორო, თარიღი მცდარია, ან ეს სხვა ადამიანია. ამიტომ ზოგი პროფესორი ამბობს, ძნელია პროფესორობა. დასაბამიდან ღმერთმა განჭვრიტა, რომ კაცობრიობა ასეთ ხანაში იცხოვრებდა. ამიტომ ღმერთი მეორედ მოვიდა დედამიწაზე სულიწმინდის ხანაში. ზეციურმა მამამ და ზეციურმა დედამ კაცობრიობას მისცეს შესაძლებლობა დაეგროვებინა მეტი ზეციური საზღაური ამ ქვეყნიური სიხარბის, ცოდნისა და სიამაყის ნაცვლად. განა არა? ამიტომ ნათელი მომავლისთვის ღმერთმა კაცობრიობას გამოცხადების 22 თავი უბოძა. 22 თავი 17 მუხლი. სული და სასძლო ამბობენ, მოდი გამგონემაც თქვას, მოდი მწყურვალი მოვიდეს. და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ჩვენი ნათელი მომავლისთვის ღმერთი დედამიწაზე სულად და სასძლოდ მოვიდა. ღმერთმა კაცობრიობა სულთან და სასძლოსთან მოიხმო. თუ გწყურიათ დაღლილი ხართ, გსურთ ჭეშმარიტება, ვინც არ უნდა იყოთ, მოდით ჩემთან. ამ ქვეყნიურ მომავალს ოდესმე საზღვარი ექნება. მაგრამ ცათა სასუფევლის მომავალს ხელოვნური ინტელექტი ვერ დაეპატრონება. დადგება ხანა, როცა მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც ზეცას ესავენ და მისთვის ემზადებიან. ვნახოთ 2 კორინთელთა 3:6 მუხლი.
მესამე თავი 6:6. მან შეგვაძლებინა, როგორ შეგვაძლებინა, ყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. როგორი მომავლის გახსნა სურს ღმერთს კაცობრიობისთვის ახალი აღთქმით? აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება, ტკივილი, არამედ მხოლოდ საუკუნო ნეტარება. ღმერთი გვაუწყებს ახალ აღთქმას, რათა მოგცეს საუკუნო დიდების სამყარო. თუმცა ამ ქვეყნიური ადამიანები ჭამასა და სხვა საქმეებს უფრო მნიშვნელოვნად თვლიან და ამისთვის დიდ დროს არ ხარჯავენ. თუ ჩვენი მომავლისთვის მხოლოდ მცირედს ვთმობთ, ცხოვრების 99 მიწიერ საქმეებს და მხოლოდ ერთი ჭეშმარიტად მნიშვნელოვანს. მაშინ ფიქრობ დროა, ჩვენს ფასეულობებზე დავფიქრთ. რატომ გვაქცია ღმერთმა ახალი აღთქმის მსახურებად? ღვთის დიდი ნება ახალი აღთქმით მიგვიყვანოს უსიკვდილო სამყაროში. რათა გვიბოძოს სამყარო ტკივილის გარეშე, სადაც დასრულდება ამ ქვეყნიური ტანჯვა. ღმერთი გვეუბნება, გახდით ახალი აღთქმის მსახურნი და აუწყეთ ჭეშმარიტება ყველა ხალხს. ნახოთ გამოცხადება 21 თავი 4 მუხლი. ნახოთ 4 მუხლი. მოსწმეც ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ. თქვა ტახტზე მჯდომარემ, აჰა რას აკეთებს? ვქმნი ყოველივეს ახალს. და მითხრა მე რა მითხრა, დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. ღმერთმა გვიწოდა ახალი აღთქმის ჭეშმარიტებაში, რათა გაგვეხსნას მადლის სამყარო, სადაც აღარ იქნება სიკვდილი, გოდება და ტკივილი. განასული და სასლო არ მოუწოდებენ კაცობრიობას. მოდი. რადგან დაკავებულები ვართ, დრო გვაკლია და ხშირად სულიერად ფიქრისთვის ვერ ვიცლით. მაგრამ განა დღეს იმ იმედით არ ვცხოვრობთ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება? როგორი ვიქნები მომავალში, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება მომავალში? მომავალზე საუბრისას უნდა დავუკვირდეთ ჩვენს სარწმუნოებრივ გზას. ვინც ამ ქვეყნიურ მომავალს შესცქერის, საბოლოოდ ზღვარს მიაღწევს. მაშინაც კი, თუ ამ დედამიწაზე გარემო გაცილებით უკეთესი გახდება, ის სამუდამოდ ჩვენი ვერ იქნება. ჩვენი მომავალი ამ ქვეყნად 70-80 წელიწადში მთავრდება, მაგრამ როგორია ჩვენი მომავალი ცათასასუფეველში? ის საუკუნოა. იქ სიკვდილი და გლოვა აღარ არის. მარადის სიხარული და მშვიდობაა. ყოველ დღე ახალი იქმნება. აღარც ტკივილია და აღარც მწუხარება. ღმერთი ამ ქვეყნად მოვიდა, რათა ახალი აღთქმის ჭეშმარიტებით ეს ძვირფასი სამყარო ებოძებინა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, ეს პასტორისგან მოვისმინე, YouTube-ზე შევამოწმე და ბიბლიის შესწავლის დროს გავიგე. ამგვარად, ბევრი რამ ვიცი. ამგვარად არ უნდა ვიფიქროთ. იმისათვის, რომ სატანას ეს ჭეშმარიტება არ წაერთმია მამამ და დედამ ის იგავებში, წინასწარმეტყველებებსა და ისტორიაში დამალეს.
მრავალ ფენად შეფუთეს, რათა მხოლოდ ზეცის შვილებს გაეგოთ მისი ნამდვილი მნიშვნელობა. ამიტომ მოწაფეებმა იესოს უთხრეს. უფრო ადვილი იქნებოდა, უბრალოდ გეთქვა, რომ არისა და არის, ამის ნაცვლად ხალხს აფიქრებინებ, ეს ის არის. თუ ის ეს არის, მათ ჰკითხეს, რატომ ელაპარაკები იგავებით? მან პასუხად უთხრა მათ, იმიტომ რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნად სათასასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. ასეთი პრივილეგიები გვებოძა და ღვთისმადლი მოქმედებს. არ უნდა მივიჩნიოთ ეს თავისთავად, ვიყოთ უმადურნი და ეკლესიაში ურწმუნოდ ვიაროთ. ლოცულობ, რომ ახალ წელს მთელი გულით, სულითა და გონებით შევიყვაროთ ღმერთი, მოყვასი, ჩვენი ძმები, დები და სახარება და განახლებულ მომავალში შევაბიჯოთ. გადავიდეთ 22 თავი. თუმცა ღმერთმა უამრავი საოცრება მოგვიმზადა, ზოგს ამის არ სწამს და მხოლოდ დღევანდელ გარემოებებს ხედავს. ეს გულდასაწყვეტია. 22 თავი 1 მუხლი. მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, პროლივით კრიალა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში მდინარის გაღმა გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს 12 ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა. დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ. ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც სასანთლის შუქი და არც მზის ნათელი, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. ყველანო, ეს ჩვენი მომავალია. რადგან ეს ბიბლიაშია დაწერილი, არ უნდა უგულებელყოთ. ეს წინასწარმეტყველება ჩვენზეა. ამ წინასწარმეტყველების გმირები ვცხოვრობთ დღეს ღვთის წინასწარმეტყველების სამეფ. ამ საკითხზე არ უნდა ვიფიქროთ. ღმერთმა გულმოდგინედ იშრომა და ჩვენი ნათელი მომავალი მოამზადა. მაგრამ თუ მისი შვილები დროს ფუჭად ხარჯავენ და ყურადღებას წარმავალზე ამახვილებენ, ეს დაუშვებელია. ამიტომ დატოვა პავლე მოციქულმა მნიშვნელოვანი სიტყვები 2 კორინთელთა 4 თავი. გადავიდეთ 2 კორინთელთა 4 თავი. მეოთხე თავი 16 მუხლი. ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა მცირე გასაჭირი, დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის. როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ რას ვუყურებთ, უხილავს, რას ნიშნავს ეს? განა ეს ზეციურს არ ნიშნავს. ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი, როგორია უხილავი? საუკუნო. თუ ვიცით რა მომავალი აქვს ღმერთს ჩვენთვის მომზადებული და ამ გაგებით ვიცხოვრებთ, რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენი ცხოვრება, ის ტვირთად არ გვეჩვენება. არსებობს დიდების სამყარო, რომელიც მივიღებთ და დიდებული აღთქმები. ეს აღთქმები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც ბიბლიის სიტყვები. ეს აღსრულდება. ლოცულობ, რომ მამისა და დედის მომზადებულ ახალ წელს მადლითა და ამრწმენით შეხვდეთ. ებრაელთა მე-11 თავი რწმენის შესახებ მრავალი ისტორიაა.
ვნახოთ ებრაელთა მე-11 თავი 6 მუხლი. ყოველ რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა. ამ სამყაროს აქვს მომავალი, ღმერთმა კი თავის შვილებსაც განუმზადა მომავალი. მტკიცედ უნდა გვწამდეს მისი. ადრეული ეკლესიის წმინდანები იდევნებოდნენ. მათ ლომებს აჭმევდნენ რომაულ ამფითეატრებში და ცოცხალ ჩირაღდნებად წვალდნენ. თუმცა ისინი არ ნანობდნენ ამ ცხოვრებას. რა იყო მიზეზი? განა ღვთის მიერ აღთქმული მომავლის გამო არ იყო? იმიტომ, რომ რწმენა ჰქონდათ. ვისაც მომავლის არ სწამს, ვერც სარწმუნოებრივად ცხოვრობს და ვერც ამ ქვეყნად. ვასათნოოთ ღმერთს 2:0-2:6 წელს. ჩვენი ჭეშმარიტი მომავალია მადლიანი ცათა სასუფეველი, სადაც აღარ არის სიკვდილი, არც ტკივილი. როგორც 1 კორინთელთა 2 თავი და ეს იყოს რწმენის დრო, როცა თამამად ვივლით წინ, ღმერთი ელოჰიმის დიდებაზე ფიქრით. რომელმაც განგვიმზადა მარადიული მომავალი სამყაროში, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცის გულს არ გაუვლია. როცა მომავლის რწმენა სუსტდება, მოქმედების უნარიც სუსტდება. თუ მომავლის რწმენა იესო ნავეს ცისასავით ძლიერია, რას იტყვიან იერიხონის ციხეზე? მათ ეკნებოდათ რწმენა, ეთქვათ, ისინი ჩვენი პურია. იესო ნავეს წეს სწამდა ღვთის მომზადებული გამარჯვებული მომავლის. რადგან სხვებს არ სწამდათ ღვთის აღთქმული მომავლის, თქვეს, ისინი მეტისმეტად დიდები არიან. ჩვენ კალიები ვართ, ისინი კი გოლიათები. ამას ამბობდნენ ისინი, ვისაც არ სწამდა ღვთის მომზადებული მომავლის. რადგან მათი რწმენა ქანაანში შესვლის ღირსი არ იყო, ყველანი უდაბნოში განადგურდნენ. მათი მდგომარეობის მაგალითით, რას გვასწავლის 1 კორინთელთა 10 თავი? ის გვასწავლის, ნუ დაემსგავსებით მათ. ნუ იქნებით მათსავით უგუნურნი, რომელთაც არ სწამთ ღვთის მომზადებული მომავლის. განა ამიტომ არ არის ყოველივე ეს ბიბლიაში ჩაწერილი. როგორი იქნება ამ ქვეყნიურ ადამიანთა მომავალი? მაშ რა მომავალს ვესწრაფვით? როგორი მომავალი გველის? იესოს და ქალებს მტკიცედ სწამდათ მომავლის. ამიტომაც მტკიცედ დადგნენ სხვების წინაშე და თქვეს, ისინი ჩვენი საჭმელი არიან. ღმერთი ჩვენთანა. ფარველი განეშორათ მათ. განარწმენა არ აძლევდათ მათ დაჯერებულად საუბრის ძალას. ჩვენო საყვარელო სიონის ოჯახო, გთხოვთ 2:0-2:6 წელს ვიაროთ ღვთის მომზადებული მომავლისა და მის მიერ დადგენილი გარემოს რწმენით. იმ იმედით, რომ დიდი მადლი მიიღეთ, დავასრულებთ დღევანდელ ქადაგებას. დიდი მადლობა.